გამარჯობა, მე მარია მენაბდე ვარ არქიტექტორი და დღეს ვამსხვრევთ მითს, თითქოს ტრადიცია და ინოვაცია შეუთავსებელი ცნებებია. ვნახავთ როგორ გარდაიქმნა საუკუნეების წინანდელი ქართული მოხერხებული გადაწყვეტები 21 საუკუნის მაღალ ტექნოლოგიურ არქიტექტურად. პირველი ვახსენოთ ბანიანი სახლი. ეს არ იყო უბრალოდ სახურავი, ეს იყო გენიალური გადაწყვეტა. წარმოიდგინეთ მიწით დაფარული ბრტყელი სახურავი, რომელიც იდეალურად ერგებოდა საქართველოს რთულ რელიეფს. მჭიდროდ დასახლებულ თბილისში, სადაც ეზოების დეფიციტი იყო, ბანი ხდებოდა დასვენების, ხინის, მეზობლებთან ურთიერთობის ადგილი. წარმოიდგინეთ საღამო, ვარსკვლავები, ბანზე შეკრებილი მეზობლები, მუსიკა, სუფრა და ახლა 21 საუკუნეში რას ვხედავთ? მწვანე სახურავებს. პრინციპი არის ზუსტად იგივე, მაგრამ ახალ დონეზე, მაღალ ტექნოლოგიური მწვანე სახურავების სახით. მას ქალაქის მეხუთე ფასადს უწოდებენ. იცით რატომ? იმიტომ რომ რელიეფის გამო სახურავები ისევე მნიშვნელოვანია ქალაქის იერსახისთვის, როგორც შენობების ფასადები. Citizen Central Park-შიც სწორედ ბანის პრინციპია გამოყენებული. სახურავზე გამწვანებული სივრცეები ქმნის დამატებით რეკრეაციულ ზონებს, ამავე დროს ხელს უწყობს ეკოლოგიას და ქმნის ჯანსაღ გარემოს. ასევე ვახსენოთ ერდოიანი სახლი. ერდო ეს იყო სახურავზე გაკეთებული ღიობი, რომელიც ორმაგ ფუნქციას ასრულებდა. აქედან გადიოდა კვამლი და შემოდიოდა მზის სინათლე. და აი, 21 საუკუნის ერდო, მზის მილი. ეს მოწყობილობა იღებს მზის სინათლეს სახურავიდან და ამრეკლი მილის მეშვეობით ატარებს მას შენობის შიგნით, სადაც ბუნებრივი განათება არ აღწევს. წარმოიდგინეთ არანაირი ელექტროენერგია, მხოლოდ ბუნებრივი მზის შუქი, რომელიც აღწევს შენობის ყველაზე ბნელ კუთხეებშიც კი. ეს არის ბუნების და ტექნოლოგიის იდეალური შერწყმა. რა არის ინოვაცია? ინოვაცია შეიძლება იყოს ტრადიციის განვითარება და ახალი ცოდნით გამდიდრება. შევხედოთ წარსულს არა როგორც სამუზეუმო ექსპონატს, არამედ როგორც შთაგონების წყაროს. შევხვდებით შემდეგ გადაცემაში. მორიგი თემით.